კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება თელავში ქალაქის იმ ნაწილში, რომელიც სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, იმყოფებიან საგანგებო შტაბის წევრები, რეზერვისტები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. 1000 რეზერვისტი მაშველებთან ერთად დილიდან ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილ ხეებს ჭრის და ტერიტორიას ასუფთავებს. სტიქიის ზონაში იმყოფება პრემიერ-მინისტრიც ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამავე დროს სტიქიის დაზარალებულ რეგიონში საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს, ინფორმაცია თავად სოფლების გამგებლებისგან მოისმინა. რა დავალებები მისცა პრემიერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს? ნინო სამყურაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. ნინო, გისმენთ. შტაბის ხელმძღვანელის პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დავალებით პირველ რიგში მოხდება კარვების დარიგება იმ მოსახლეობისათვის, რომელიც სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ასევე მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც მოსავალი დაუზარალდა, მათთვის მოხდება შხამქიმიკატების დარიგება, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის დაზარალებულ რაიონებში, იმისათვის, რომ კომუნიკაციები აღდგეს დროულად. პრემიერ-მინისტრმა ინფორმაცია მოისმინა ენერგეტიკის მინისტრისგან დღეს დილით იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მოხდება სტიქიის დაზარალებული რაიონების ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის სრულად აღდგენა, ასევე მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები წყლის სათავე ნაგებობასთან იმისათვის, რომ დღის ბოლოს უკვე მთლიან თელავს მიეწოდებოდეს სასმელი წყალი, ასევე ამ დროისათვის ითვლება ზარალი და უკვე უახლოეს საათებში გახდება ცნობილი იმის შესახებ, თუ დაზარალებული მოსახლეობა რა კომპენსაციას მიიღებს. მე მინდა უპირველეს ყოვლისა ენერგეტიკის მინისტრს რომ მოგვახსენოს რა მდგომარეობა გვაქვს გაზთან დაკავშირებით. გაზთან დაკავშირებით თელავის დატვირთვა დაიწყო და ახლობით 1/3 თელავის უკვე არის დატვირთული ფაზრის ქვედაუგნები. ის ბოლომდე მთლიანად დაიტვირთება თავიდან ბოლომდე თელავი. ამ წუთას არის ალაზნის, კავკასიონის, აღმაშენებლის და ჭავჭავაძის ქუჩები დატვირთული. ამავდროულად თელავის რაიონში წინანდალია ნაწილობრივ დატვირთული და დღის ბოლომდე მთლიანად დაიტვირთება ეს მიმართულება. გურჯაანის სოფლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდის და დღის ბოლომდე ისიც ჩაერთვება, ყვარელი თავიდან ბოლომდე ჩართულია. რა მდგომარეობა დინთან დაკავშირებით? დინთან დაკავშირებით მაღალი ძაბვა თელავში უკვე აღდგენილი არის და ყველა ქვესადგურში დენი მისული არის. ეხლა მუშაობ დაბალ ძაბვაზე, ბევრი ბოძებია ძალიან დაქცეული, ნაფარეულის ხარე თავიდან ბოლომდე ჩავთეთ. ალაზნის გამზირი ეს ჩავთავთ უახლოეს 1 საათში და მიმდებარე ტერიტორიებს და ძირითადად ეს არის 9 სართულიანი კორპუსები, სადაც ჭირო დასახლება არის და მათ უკვე ამ საღამოს დენი იქნებათ. რა მდგომარეობა სხვა რაიონებში? ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა? ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა პრაქტიკულად ყველგან ჩართული არის. ძალიან მცირე ჩიხებში არის პრობლემები და ეს ჩიხებიც დღეს ბოლომდე იქნება აღდგენილი. თუ სახი საკმარისი ხავთ, მობილიზებულები ხართ და არაფერი ჩვენგან დახმარებას ვარ. ყველაზე რთული ისე და ისე თელავი რჩება, იმიტომ რომ თელავის ყველა ჩიხში აბსოლუტურად ყველა ბოძი წაქცეულია თავიდან ბოლომდე. იგივე მდგომარეობა გურჯაანის რაიონის სოფლებში. გურჯაანის რაიონის სოფლებში ძირითადად აი ვარშავციაში თავიდან ბოლომდე გამოსაცვლელია. უპირველეს ყოვლისა ჩავთოთ კვების ობიექტების და ფურნეები, გეზი გასამართის სადგურები, გაზგასამართის სადგურები, იმისათვის რომ ინფრასტრუქტურა მიფუნქციონიროს, წყალი მიეწოდებოდეს. ანუ დენი მიეწოდებოდეს წყალსადენებს, რათა ფუნქციონირება დაიწყოს. წყლის მდგომარეობა არის თელავში, წყლის მიწოდება რა დონეზე აღდგენილი? თელავში წყლის კომპანია უკვე თითქმის ყველა აუზის შეავსო, რამდენიმე უბანს, ქალაქის ზემოთ აუბანს უკვე მიეწოდა წყალი და დღის ბოლომდე მთელი ქალაქი, თუმცა გრაფიკით, მაგრამ მთელი ქალაქი უკვე მიიღებს წყალს. რა მდგომარეობა აქვს ჩვენ დასუფთავებას დაკავშირებით? მე მოვიკითხე ეს და პრაქტიკულად თითქმის ყველა რაიონში, ყველა საკრებულოში, ყველა ქალაქში აგრძელებენ თავდაცვის და შინაგანსაკუთრების დანაყოფები ავარიულად აქციური ხეების დაჭრას. 1 საათში თბილისიდან ჩამოვა დიდი ჯგუფი დასუფთავების და ადგილობრივი დასუფთავების სამსახურებთან ერთად მე ვთქვათ, რომ გამგებლებმა და რწმუნებულებმა, ასე ვთქვათ, გაანაწილოთ ეს ადამიანები და დაიწყოთ დასუფთავება. ოპერატიული შტაბი მუშაობას აგრძელებს. ჩვენ გვინდა რომ მსგავსი შტაბები ამუშავდეს ყველა რაიონში, იმისათვის რომ აუცილებელი არ იყოს ყველა გადაწყვეტილებაზე სიარული აქ თელავში და ყველა შტაბმა რაიონის დონეზე, ყველა შტაბს უხელმძღვანელებს რაიონის გამგებელი, თბილისიდან ჩამოსული ჭიონი კოლეგები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები თქვენთან ერთად კოორდინაციაში იმუშავებენ და პრაქტიკულად ჩვენ უკვე გადავიდეთ მეორე ეტაპზე.
მე დღეს მთავრობამ იმუშავა, ფინანსთა მინისტრთან ვიმუშავეთ, რამოდენიმე საათში უკვე კონკრეტულ დათვლილ კომპენსაციებს გამოვაცხადეთ. აქვე საგულისხმოა, რომ კომპენსაციების თემა მხედველობაში მაქვს. რამოდენიმე ტიპის დახმარება, გარკვეული დახმარება უნდა გავუწიოთ ჩვენ არა მარტო კახეთის, არამედ თიანეთის რაიონს და სამცხე-ჯავახეთის ამ რაიონს უნდა გავუწიოთ გულს ტექნიკური, ისე ასე ვთქვათ, სასურსათო დახმარება. ჩვენ უკვე დავიწყეთ შესყიდვები სურსათის იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს იმ ადამიანების დაკმაყოფილება, რომლებმაც პრაქტიკულად დაკარგეს ყველა პროდუქტი, ბოსტნეული, მიწა, მოსავალი და დარჩეს პრაქტიკულად დედის ანაბარა. ჩვენ ამ ადამიანებს ასე რომ დავეხმაროთ. დავიწყეთ სახურავების შეკეთებას, თუმცა იმის გამო რომ სახურავის რაოდენობა საკმაოდ დიდია, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ შეიძლება ყველა და ზეგ ყველა სახში ვერ მივიდეთ, ამიტომ მე მინდა რომ მოქალაქეები გაგებით შექმნან ამ მდგომარეობას, იმიტომ რომ საქართველოში რაც კი იყო სპეციალისტი, ხელოსანი, ვინც არის თუნუქის ხელოსანი, სახურავის ხელოფანი, ყველას მობილიზაცია გავაკეთეთ. თბილისიდან, აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან ადგილობრივი კადრები, ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები ავიცილოთ თავიდან. პრემიერ-მინისტრის დავალებით უკვე დაიწყო სტიქიის დაზარალებულ რაიონებში კარვების დარიგება იმ მოსახლეობისათვის, რომლებიც არიან უსახლკაროდ დარჩენილები, მათ შეუძლიათ რომ სახურავი გადახურონ ამით ან დროებით თავშესაფრად გამოიყენონ ეს. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს და მობილიზებულ ტექნიკას, თავდაცვის სამინისტროს 100 ერთეულზე მეტი ტექნიკა არის მობილიზებული, მათ შორის მძიმე ტექნიკა, რომელიც მუშაობენ გაწმენდით სამუშაოებზე, ასევე მუშაობს 1300 რეზერვისტი და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბატალიონი, ისინი როგორც გუშინ ღამე, ასევე დღეს დილიდან აქტიურად მუშაობენ და იქამდე დარჩებიან აქ, ვიდრე სრულად არ მოხდება გაწმენდა დაზარალებული ქუჩების. შინდელი დღიდან ჩვენი სამხედროები, რეზერვისტები მუშაობენ, გააგრძელებენ მუშაობას, გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ, ეხმარებიან თითოეულ ოჯახს და ჩვენ არ დავასრულებთ მუშაობას, სანამ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, თითოეული თელაველი, თითოეული კახელი არ იქნება დაკმაყოფილებული. ნებები არის საცხოვრებელი სახლის სახურავი. ამასთან დაკავშირებით მობილიზებული იქნა პირველ რიგში დროებითი პრევენციისთვის, დროებითი გადახურვა კარვებით და შემდგომში ალბათ დღევანდელი დღიდან უკვე მასიური სახემიეცემა დაიწყება კაპიტალური შეკეთება გადახურვების. მობილიზებულია როგორც ხემასალა, ისე შიფერი. ითვლება ზარალი, როგორც გითხარით და როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, უახლოეს საათებში გაკეთდება სპეციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ დაზარალებული მოსახლეობა რა კომპენსაციას მიიღებს. მადლობ ნინო სამყურაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად კონკრეტული ღონისძიებები გუშინვე დაიგეგმა პრეზიდენტმა მინისტრებს დავალებების შტაბის ხდომაზე მისცა, რომელიც ყვარელში ღამით გაიმართა. ხდომის დასრულების შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა სამუშაოები, მათი მიმდინარეობა პრეზიდენტმა გვიან ღამით თავად შეამოწმა. კახეთში გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მიმდინარე სამუშაოები პრეზიდენტმა გვიან ღამით თავად შეამოწმა. მიხეილ სააკაშვილი ელექტრომეორისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე იმყოფებოდა, სადაც სპეციალური სამსახურები ტერიტორიებს ასუფთავებდნენ. აბა თბილისიდან ჩამოიტანეს პურია მაღაზიებშიო თუ ეს რა იყო? მაღაზიებში. მაღაზიებში. თქვენ ესე იგი თონები არ ყოფს? ეს თონაში. ბევრი ხალხი დადიოდა დღეს პურს. თონებზე მეტი ხო? არის. საშუალო. ესე არაფერი პანიკა და ეს არ ყოფილა. პრეზიდენტმა მინისტრებს დავალებებიც მისცა შტაბის ხდომაზე, რომელიც ყვარელში ღამით გაიმართა. შეიმუშავეს საგანგებო გეგმა, რომლის მიხედვით მთავრობა დაზარალებულებს დაეხმარება. დაგეგმილია ყველა უსახლკაროდ დარჩენილისთვის თავშესაფრის მოძიება. შეხვედრაზე ისაუბრეს დაზარალებულებისთვის კრედიტების რესტრუქტურიზაციის საკითხზეც. პრემიერ-მინისტრის განმარტებით მათთვის გათვალისწინებულია სასურსათო და ფულადი დახმარებაც. მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ გზების, ხიდების, წყალსაცავებისა და სახლების რეაბილიტაციის პარალელურად უმოკლეს პერიოდში განახლდება წყლის, ელექტროენერგიის და გაზის მიწოდებად. დაზიანებული შენობების და გზის საფარის აღსადგენად, ასევე წაქცეული ხეებისგან ქალაქის გასაწმენდად თბილისიდან დამატებით სპეციალური ტექნიკაც გაიგზავნება. დღეს მე მგონი ყველანი გასული იყავით, ეხაც გასული არიან ძალიან დიდი რაოდენობით რეზერვისტები,
დიმა ყავს რაოდენობა საკმარისი ჯარისკაცების გასული გაწმიდეს ყველა. კი, ყველა ადგილზე არის ეხმარებიან სამშენებლო ბატალიონის ადგილზე არის ტექნიკაც 30 ერთეულზე მეტი არის ადგილზე და ეხმარება 30 არ არის ბევრი. სფეროთ უფრო დიდი მასშტაბი არ აქვს თანჩის მანქანები. სხვადასხვა წყუწყებები არიან, აქ არის გაზის სამშენებლო კომპანიები, თავდაცვის სამინისტრო, შინაგანსაკუთრების სამინისტრო. მე რაც ვნახე 30 მანქანა კი არის 300 მანქანა არ ეყოფა მძიმე ამას რო გაიტანოს ეს ნაგავი ჯერ კიდევ. ხვალ ქალაქის თბილისის დილიდან ქალაქ თბილისის დასუფთავების სამსახური ჩამოდის მთელი თავის ტექნიკით, სპეცტექნიკით, რომელიც გაწმენდა და გაასუფთავებს თელავის ქუჩებს. სიტუაცია არის ძალიან დრამატული, იმას ბევრად უფრო დრამატული კიდევ ვიდრე შეგვეძლო თავიდან წარმოგვედგინა. ჯერ ერთი საცხოვრებელ სახლებს მიადგა ძალიან დიდი ზიანი. მე თვითონ ნახე რამდენიმე ათეული სახლი, რომელიც პრაქტიკულად დანგრეულია. თელავს რო გადაუფრე ზემოდან და იგივე ვაჩნაძიანს ან რამდენიმე სხვა ადგილზე უბრალოდ ნახევარზე მეტ სახლებს სახურავი მოგლეჯილი აქვს. ასფალტი იყო ამოგლეჯილი ბევრ ადგილზე თელავში. რაც ყველაზე ცუდი მოხდა, მთელი წელი ხალხი ელოდებოდა მოსავალს. ატმის რაღაც ნაწილის გაყიდვა მოასწრო და რაღაცა დარჩა ხეებზე და რაც თავარია ეს ხეხი ეს ბაღები განადგურდა. რაც შეეხება ყურძეს, თელი დანახარჯი რაც იყო დასახარჯი დახარჯა და ახლა ყურძენი აღარ არის. უბრალოდ ყურძენი მოისპო და ის რაც ფული რაც უნდა ამოიყო, ის თავარ მომენტში ყველაზე უფრო ცუდ მომენტში გაუფუჭდა. და კიდევ უფრო უარესი რაც ამას მოყვა, ხალხს დარჩა ვალები. ვიღაცა 500 ლარი აიღო, 1000 ლარი აიღო, 3000 ლარი აიღო. ჩადო სახლი, მანქანა. და ახლა აღმოჩნდა იმ სიტუაციაში, რომ აღარც მოსავალი აქვს, აღარც ეს ფული აქვს და ფული აქვს გადასახდელი და შეიძლება სახლი და მანქანა გადადგეს საფრთხის ქვეშ. რაც არის სრულიად გამორიცხული. ჯერ ერთი ცივილიზებულ ქვეყანაში კრედიტები უნდა იყოს დაზღვეული, მოსავალი უნდა იყოს დაზღვეული. თავი რაც ჩვენ ერთ-ერთი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის რესტრუქტურიზაცია. კომერციული ბანკების კრედიტების დაუშვებელია, რომ დაზარალებულებს ეხლა რაღაცა პრობლემები შექმნას, ისაც ამ ხელ პრობლემა შექმნა იმის გამო, რომ კრედიტი აღარ აღებული. სხვა რა ღონისძიებებს ხილავთ, მეთქი. გარდა ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისა, რომელიც ითვალისწინებს გზების, ხიდების, წყალსაცავების, სასმელი წყლის, გაზის, დენის ინფრასტრუქტურის აღდგენისა, რომელზეც ძალიან ინტენსიურად მიდის მუშაობა, ჩვენ გადავწყვიტეთ დავყოთ კატეგორიებად სიმძიმის მიხედვით სოფლები და დასახლებული პუნქტები. ჩვენ ვაპირებთ როგორც სასურსათო კომპენსაციას, ასე ვთქვათ, დახმარებას, იმიტომ რომ ხალხი პრაქტიკულად დარჩა ელემენტარული შემოსავლის და საჭმლის გარეშე, ამავე დროს ვაპირებთ ფინანსურ კომპენსაციას. მე ვთხოვე ტელევიზიას ახლა პირდაპირ ეთერში გავუშვათ ნომრები. მე ვიცი რომ პრაქტიკულად არც არ არის დენი, მაგრამ ინფორმაცია ვცელდება. ტელეფონებით ურეკავენ ალბათ თავის ახლობებს, ვინც უყურებს ტელევიზორს. ეხლა მე ვიცი რომ ხალხმა დაკარგა ნათესები, ვენახები განადგურდა ძალიან ბევრგან 100%, ხეხილის ბარგები განადგურდა, სხვა საკითხები შეიქმნა, მანქანები დაუზიადა, მაგრამ ახლა პირველ რიგში დღეს მაინტერესებს და ეს ნომრები იმიტომ ცხადდება, თუ კი ვინმე არის, რომელსაც ღამის გასათევი სადმე არ აქვს, სადმე კახეთში, დუშეთში, თიანეთში, ჯავახეთში, სამცხე ჯავახეთში. სადმე თუ არის ერთი ადამიანი, მაინც ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ვიცოდეთ. ხვალიდან უკვე მე ფიქრობ, დღეს უკვე დაიწყო სახურავების დროებით გადაფარო, ხვალიდან უკვე შევა ეს ბრიგადები, რამაც არის ბრიგადები საკმაოდ მობილიზებული. მობილიზებულია მასალების და ბრიგადებიც, აბსოლუტურად ყველა დაზიანებული ადგილი ვიცით. თბილისიდან მასალის შემოტანა გრძელდება. შტაბი გაგრძელებს მუშაობას, ჩვენ ვჩებით კახეთში. მე მესმის რომ ყველას თავის საქმე გაქვთ, მაგრამ მე პირადად ვჩები აქ კახეთში. ხვალ კიდე ორჯერ გავმართოთ სამუშაო თათბირი ჩვენი შტაბის. მე მინდა უთხრა ჩვენ ძმებს, დებს, თანამემამულეებს, ვინც დაზარალდა, ჩემს მეზობლებს, ვინც დაზარალდა, რომ მოგხედავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ ძალიან მდიდარი ქვეყანა, რომ და მე არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენ მთლიან ზიანს ავანაწყავრებთ. უზარმაზარი ზიანი მიაყენეს. კახეთს მიაყენეს სტიქიამ. ასობით მილიონზე გავდივართ ალბათ. რა თქმა უნდა, სრული გადაფარვა ამ ზიანის არ შეიძლება, მაგრამ მეორე მხრივ მე ვფიქრობ შეუძლებელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯერ ერთი ყველაზე დაუცველ ადამიანებს პირველ რიგში ჩვენ დავეხმარებთ მთლიანად, იმიტომ რომ აქ არის ხალხი, ვისაც ჰქონდა 0.3 ჰექტარი, 9 ჰექტარი დღეს ვნახე დარგული, იმას ყველაფერი გავნადგო და შეიძლება შიმშილით მართლა შიმშილის პირობებში აღმოჩნდეს. ამიტომ ამათ ნამდვილად გადაუფარავთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, დანარჩენები, რა თქმა უნდა, ვისაც დიდი კრედიტები აქვს და სხვა იქ რესტრუქტურიზაციაზე უნდა ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, ვიღაცას უფრო მეტი ქონდა, იქ ნაწილობრივ კომპენსაციაზე ასაუბარი, მინიმუმ ოჯახი ის მაინც
შევეცადოთ რომ ამოიღოს რაც დახარჯა ამ ყველაფრის მოყვანაში. ჩვენ გარდა იმისა რომ კომპენსაცია უნდა მიცეთ, ეხლა გარდა იმისა რომ ინფრასტრუქტურა უნდა ავადგინოთ, გარდა იმისა უნდა გავაგრძელოთ დიდი აღშენებლობა რომელიც კახეთში, თელავში, გურჯაანში, ზუსტად იმ რაიონებში დაარტყა სადაც ყვარელის ნაწილსაც ამ ხრივ სერიოზული პროექტები ხორციელდება. ამის პარალელურად ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე რომ ახალი ნაცისები მიუტანოთ განსაკუთრებით დაზარალებულ რაიონებს, ახალი ჯიშები, ახალი ტექნოლოგიები დავეხმაროთ უკეთესი და უფრო დაცული მოსავლის მოყოლაში დაზღვევის ინსტიტუტი შემოიღოთ თანდათან სოფლად პროდუქციის. ბევრი სხვა რაღაცა გავაკეთოთ იმისათვის რომ არ იყოს ასეთი დაუცველი სოფლად მაცხოვრებელი ჩვენი მოქალაქე. არ დავიძინოთ ღამე. ნახოთ სანამ დენი არ ჩაერთო, გაზი არ ჩაერთო, ინფრასტრუქტურა არ აღდგა, სანამ მინიმუმი არ აღდგა სასიცოცხლო ფუნქციები ჩვენი დაზარალებული პუნქტების, მანამდე მთავრობა ვერ დაიძინებს ნამდვილად. ეხლა მომივიდა რაღაც რამდენიმე ინფორმაცია აქ, ვინც რეკავდა, სოფელი შალაური, ალიკა ბედმანიკაშვილი არ აქვს ღამის გასათევი. მე გუბერნატორს უნდა უთხრათ, ხო გითხარით რომ ყველას ექნება ღამის გასათევი რანაირად. აგერ, უბრალოდ ვინც რეკავს თვითონ გადახურას. მე მინდა უთხრა რომ გადახურის სამუშაოები დაწყება. გზების გაწმენდა, კიდე ითხოვენ გზების გაწმენდა. რით ვერ გავწევთ, თუ გჭირდებათ, მოიცადე 1000 კაცი რატო არ გვეყოფ, ჩამოიყვანეთ მეტი და გაწმენდეთ ეს გზები, რატო არ არის ახლა გაწმენდა. ჩვენ აგებლები მე პირველ რიგში თავდაცვობლები და შინაგან რა გახდა ეს გზების გაწმენდა თქვენც? აბსოლუტურად ყველა გზა გაწმენდილი იყო. ახლა ბოდიში ვიხდე რამას ეს ხალხი ცენტრალურ გზაზე მესმის, მაგრამ უნდა შევიდეთ ყველა უბანში. ეხლა თქვენ მეუბნებით გაწმენდი აგერ ეკავენ არ არის გაწმენდილი. ყველა უბანში შევიდეთ, ყველა სოფელში და გავწმინდოთ. ხვალ შუა დღემდე ყველა გზა უნდა იყოს გაწმენდილი. მე გადავამოწევ პირადად. მოსავლის განადგურებაზე მე მინდა ჩვენ ხალხს ვუთხრა რომ ამაზე მუშაობთ. დიდნაც დაიწყებს კომისია შესვლას. დღეს საღამოს არავინ მართლა როგორც აგერ ალიკა ბედმანიკაშვილი სოფელ შალაური და არავინ არ დარჩეს ღია ცის ქვეშ. ეს ძალიან პრინციპული დავალება. გაზი როდის აღდგება ალიკა? გაზის დატვირთვა უკვე თელავში დაიწყო. საღამოთი სამუშაოები გაგრძელდება, მაგრამ ღამე აღარ ჩავთვალ დგას უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შესაბამისად დილას დაიწყება მთლიანად თელავის დატვირთვა და დღის განმავლობაში თელავი თავიდან ბოლომდე გვექნება დატვირთული და სოფლები. დენი ღამის პირველი საათიდან ეტაპობრივად დავიწყებთ ჩართვას. საშუალება გვაქვს, რომ ისე ავაღორძინოთ ჩვენი ეს კახეთის უნიშნოვანი ქალაქი, როგორც არასდროს არ ყოფილა თავის ისტორიაში. ამ ერთ ქალაქს და მე გურჯაანსაც რა თქმა უნდა ხვებსაც სტიქია გადავუარა, ჩვენ განსაკუთრებით მიხედოთ ახლა. მე მინდა დავპირდე ეს ჩემ თანამემამულეებს და თანამოძმეებს და ჩემ მეზობლებს. აბა ყველანი ახლა დავიშალოთ და მიხედოთ საქმეს ცილის და განცხრომის და დასვენების დროც არ არის განცხრომის დრო ჩვენ არასოდეს არ გვაქვს, მაგრამ ნამდვილად დასვენების დროც არ არის. საქმე 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას რეგიონული საგანგებო შტაბიც. მისი წევრები მთელი ღამის განმავლობაში ამოწმებდნენ დაზიანებულ უბნებს. სპეციალური სამსახურები ქუჩებს სპეცტექნიკით წმენდნენ. პარალელურად მიმდინარეობდა ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაც. თელავის მსგავსად სტიქიის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაზიანებულ გურჯაანის სოფლებს. გზებს რეზერვისტები, სამაშველო და სახანძრო სამსახურები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ასუფთავებდნენ. შექმნილია თელავში გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონალური შტაბი, რომელიც ფაქტურად უნდა ითქვას, რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, გამგებლებს შესაბამისად იმ რაიონებს, სადაც სტიქია მძვინვარებდა, მიცემული აქვს დავალებები, შეისწავლონ ზარალი. ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს ინიციატივით წყალმომარაგების რეგიონულმა კომპანიამ თელავის დაზარალებული უბნების მოსახლეობას სასმელი წყალი დაურიგა. წყლის მიწოდება გუშინ მთელ ქალაქში შეწყდა. სტიქის შედეგად პარალიზებულია წყლის სათავე ნაგებობა. მის აღსადგენად შექმნილია საგანგებო მობილური ჯგუფები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. დღეს წყალი სავარაუდოდ ქალაქის ნაწილს მიეწოდება. დასალევი წყალი მოდის, ალბათ დაახლოებით 9 კილომეტრის გავლა გვჭირდება, რომ მოვიტანოთ ოჯახისთვის. და რა ვიცი, მე ხა ისია გზები გადაკეტილი და დანგრეული, რომ ძალიან გვიჭირს, თან მეხუთე სართულზე ვცხოვრობ, ატანა წყლის, რა თქმა უნდა და ძალიან კმაყოფილები ვართ, თითქმის კარტანა გვაქვს მოტანილი. ჩვენ რა თქმა უნდა გამთენის ასე მოახდინეთ მობილიზებას წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფების, რომლებიც ამ წუთისათვისაც ადგილზე იმყოფებიან და ახდენენ ავარიის ლოკალიზებას. ჩვენ ვარაუდობთ, რომ უკვე ხვალ დილისთვის ნაწილობრივ უკვე აღდგენილი იქნება სასმელი წყლის მომარაგება ქალაქში, თუმცა მანამდე მთელი დღის განმავლობაში წყალმომარაგების კომპანია ახორციელებდა ავტომობილებით სასმელი წყლის დარიგებას მოსახლეობაში.
კახეთის რეგიონში ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა გურჯაანი, ლაგოდეხი და ყვარელი დააზარალა. განსაკუთრებით დიდი ზარალი იყო თელავში, სადაც ქარიშხალმა ათობით სახლს გადახადა სახურავი, დაანგრია ინფრასტრუქტურა, დააზიანა წყლის სათავო ნაგებობები. თელავისა და გურჯაანის რაიონის სოფლების დიდ ნაწილში მოსავლის 80-დან 100%-მდე განადგურებულია. მოსახლეობას დაეხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი.